ალოობა 2026 დედოფლის წყარომ ფესტივალს უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ პარკში ფერმერების საგამოფენო სივრცეები მოეწყო, სადაც ადგილობრივი პროდუქცია და ქართული აგრარული მემკვიდრეობა იყო წარმოდგენილი. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი თემატური პავილიონები დაათვალიერეს, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის, ენდემური ჯიშები, აგრობიომრავალფეროვნება, ეთნოგრაფიული და სამეცნიერო ექსპოზიციები, ასევე პურის ცხობის ტრადიციული მეთოდები. ღონისძიების მიზანი იყო ქართული ხორბლის, მასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და აგროკულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ეს დედოფლის წყაროსთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღე არის. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ლამაზ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. პირველად ისტორიაში ალოობის ფესტივალი ჩატარდა დედოფლის წყაროში და ეს მიიღებს ტრადიციულ ხასიათს და იქნება ყოველწლიური. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს? ალბათ კითხვა არავის დაებადება, იმიტომ რომ დედოფლის წყარო შირაქისველი ეს არის საქართველოს პურის ბეღელი და მოგეხსენებათ, რომ შარშან იუნესკომ ქართული ხორბალი, მისი კულტურა, მისი ისტორია, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა და მე მინდა მადლობა გადაუხადო სამინისტროს, კერძოდ კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის თაოსნობითაც საფუძველი ჩაეყარა ამ ლამაზ ტრადიციას, ფესტივალს. ხორბალი ვასთან ერთად ქვეყნის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურებია. ორივე მათგანი სამშობლო გახლავთ საქართველოს. ამდენად ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებული არის ხორბლის ცნობადობის ამაღლებას და ძალზედ მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ხორბალი თვითონ სოფლის მეურნეობის და სასოფლო უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია და სწორედ დღევანდელი სახალხო დღესასწაული ალოობა ამ ღონისძიებების მიმართ იყო მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც დატვირთული იყო როგორც სამეცნიერო ნაწილით, ასევე პრაქტიკული მიმართულებებით. აქ იყო წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი ხორბლის ჯიშები და ენდემური სახეობები, ქართული პურის ნაწარმი, ქართული ყველის ნაწარმი და ადგილობრივი ფერმერების, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სახის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. ჩვენ ვაწარმოებთ ბუნებრივ საფუარზე პურს, გვაქვს მცირე საწყობი თბილისში. ძირითადი მეურნეობა გვაქვს ზემო ალვანში და მოყავს ქართული სახეობები და ჯიშები ხორბლის. დაახლოებით 11 სხვადასხვა სახეობა და ჯიში გვაქვს ნათესებში და ანუ მხოლოდ ამ ხორბლისგან ვაწყობთ პურს ბუნებრივ საფუარზე. მნიშვნელოვანია ამ ხელა საგანძური გაგვაჩნია ქვეყანაში, 5 ენდემური სახეობა გვაქვს ხორბლის და ანუ ფაქტიურად მივიწყებულია ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიცნოს და დაბრუნდეს ეს სახეობები და ჯიშები და რა ვიცი, დაუბრუნდეს ნორმალური პური ჩვენ ქვეყანაში.